კასპში ვართ, ჩამოსულები ბაზარში ვართ და ძალიან ბევრი საუბარი მოვისმენთ, განსაკუთრებით ადამიანები რაც არიან შეწუხებულები დღეს ყველაზე მეტად არის ის, რომ გადასახადი მოვიდათ გაზზე და დენზე საკმაოდ მაღალი. და ეხლა დავივლით, იმასაც ვიკითხავთ პროდუქტების გაიაფებაზე თუ არის რამე ცვლილება, ადამიანები ზოგადად მოსახლეობა თუ უგრძნობთ ამ ცვლილებას და ასევე აი იმ გადასახადებზე, რომელიც საკმაოდ მაღალი მოვიდა თითოეულისთვის. ბევრი ამახვილებს ამაზე ყურადღებას. მაინტერესებს აი რამე პროდუქტებზე გაიაფებას თუ გრძნობთ ბოლო პერიოდში? რა ვიცი, ჯერ პირველად გამოვედი შვილო და მე ვერაფერს ვერ აღვნიშნე. გაიაფებას. გადასახადი თქვენს მაღალი მოგივიდათ? ბევრი საუბრობდა ეხა გაზის და დენის გადასახადი. საკმაოდ რა. გამარჯობა. როგორი სიტუაცია არის კასპში? ზოგადად ცხოვრების მხრივ რა გვიჭირს, რა გვიხარია? კარგი რა ხდება? რა ვიცი, კარგი არაფერი არ ხდება დღესდღეობით. უარესობისკენ მივდივართ, თვითონ ფასების კლებაზეა საუბარი, მაგრამ უარესი მომატებულია. ყველაფრის ფასია, დღეს ვიყავი წასული მოსატანად და ზემოთ მიდის ის მაგიერ რომ გააიაფონ მართლა რაღაც. ყიდველი რამდენად არის? ნაკლებად ახლა იმენად არა რა. როცა პენსიას აიღებს მოხუცი, მაშინ გამოდის გარეთ და აი ეხლა წაგან შემოსასვლელში საუბრობდნენ, რომ ძალიან მაღალი გადასახადები მოვიდა გაზზე და დენზე ბოლო დღეში. თქვენთანაც? მეც ერთი 100 ლარით ზედ მეტი. არ ვიცი რატო. არანაირი პასუხი რამე არ ვიცი, არც მიკითხებია პრინციპში სიმართლე რო გითხრა. მაგრამ ისე ზოგადად აი ეგ ხო არ არის ძალიან დიდი პრობლემა, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ პრობლემებზე და ესეთ საკითხებსაც არ მოვიკითხავთ ხოლმე. ხალხს სად მოვიკითხო? ხო ეგეც სად? ჯობია რომ ვინ არის პასუხისმგებელი თქვენი ეს თან ყველაფერზე? აი გერმანიდან დავიწყოთ და მე იმას მივხვდებით სად უნდა გავში ვინც არის მთავრობა? ალბათ. სხვა ვინ არის პასუხისმგებელი? ხალხმა რა შეიძლება გავაკეთოთ გამოსასწორებლად ამ ყველაფერს? რა ვიცი, უნდა იბრძოლოს ხალხმა, მაგრამ აბა ბრძოლის თავიც აღარ აქვს, სიმართლე რო ვთქვა. მაგისი თავიც აღარ არის, რომ ვიბრძოლოთ და ვიაროთ. უხაში ვიდგეთ და მიტინგებზე ვიაროთ, ჩვენ პირადად მაგისი თავი აღარ გვაქვს. შევეგვეთ ყველაფერს რაც არის. კასპის ბაზარში ვიმყოფებით, როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია ჩვენმა ჩამოსვლამ. უამრავ პრობლემაზე გველაპარაკებიან ადამიანები, სამწუხაროდ იგივე პრობლემაა, დაინახავენ კამერას და აღარავის აღარ უნდა საუბარი. აი ეს უნდა გამოვასწოროთ პირველ რიგში, იმიტომ რომ საჯაროდ როდესაც დავიწყებთ თითოეული ადამიანი ჩვენი პრობლემებზე, ჩვენს პრობლემებზე საუბარს და ამაზე ყურადღების გამახვილებას, ეს გარდა იმისა, რომ სტიმული იქნება თითოეული ადამიანისთვის, ამის გარდა დავინახავთ, რომ თურმე ბევრი საერთო გვაქვს და ის ყოველდღიური პრობლემა, ყველას პრობლემაა და არავინმე ის ცალკე. აი მაინტერესებს კასპში პირველ რიგში რა შეცვლილით? აი მაგალითად ხელისუფლებაში რო იყოთ. გლეხს მივეხმარებოდი ყველანაირად როგორ გითხრა რანაირად გითხრა აი ხაი პირველი რა გაწუხებთ? ყველაზე მეტად რა გაწუხებთ ყოველდღიურობაში? ვაჭრობა არ არის ფული ვერ ვაკეთე ჩვენა ეგ არის გადასახადები თქვენს მაღალი მოგივიდათ? 518 ლარი გადავიხადი ახლა გაზი და შუქი აქამდე რამდენი მოდიოდა ხოლმე, რამდენით გაძვირდა? 20 30 აი ეს ადრე ეგრე იყო და ახლა აი ამ თვეში მაგალითად 518 მითხარით, ხო? 518 აი წინა თვეში ამენი გადაიხადეთ. მაშინ 300 რაღაც დაახლოებით 200 ლარით არის გაძვირებული, ხო? რამ გამოიწვია ეს გაძვირება? არ ვიცი, მთავრობის ბრალია, ვინ გამოიწვია? გამოცხადებულიც არ იყო საერთოდ რომ გაზჯვირდა. ეს რაც გადაიხადეთ ისინი არის? ყველაფერი ერთად. 176, 153, 200. რა უნდა გავაკეთოთ ადამიანებმა, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს და უკეთესობისკენ? მთავრობა უნდა შეიცვალოს, სხვა არაფერი. მთავრობა. აი აქ თუ ბევრი რამეს ვილაპარაკებ, მე შეიძლება გამაგდონა კიდეც. ხო აი როგორც ხედავთ, უამრავი დახლი არის ცარიელი და აქ ადგილობრივებიც პირდაპირ გვეუბნებიან, რომ არ არის ვაჭრობა, შესაბამისად, როცა მოთხოვნა არ არის, აი ასე რჩება ბაზარში ადგილები თავისუფალი. აი ეხლა რო დაგვიანონსეს, რომ გაიაფთებაო პროდუქტებზე ფასებიო, რაიმე მსგავსი თუ მე არ ამჯერავს, რომ გაიაფთეს რამე.
არ ამჯერებს, რომ გაიაფონ რამე რა. ანუ ჯერჯერობით არაფერი არ გაიაფებულა და არც გჯერათ რომ გააიაფა. არავის არ აჯერავს, რომ გაიაფთეს. იმიტომ რომ პარლამენტი მშიერია. აი ეხა იცით რა არის, აი თქვენ კი გვესაუბრებით, მაგრამ რომ მივდივარ ადამიანებთან და ვცდილობ რომ კითხვა დავუსვა, ყველა გვესაუბრება თავის პრობლემაზე, ოღონდ საჯაროდ არავის არ უნდა, რომ აი ამ პრობლემებზე ისაუბროს და მაგის მიზეზი რა არის? თორობის ბრალია, ვირი რა იქნება. არ არის სხვა რაღაცა, აი ხმის ამოღება, ხმამაღლა რატო არ უნდა ამ პრობლემებზე საუბარი ხალხს? ზოგი ეშინია. რისი ეშინია? გოგდი, მე მეჩმეშინია, რომ აქედან არ გამაგდო. ეხა აი ამას რომ ესაუბრებით, მე შეიძლება ვიღაცა მოვიდეს და იმაზე პრობლემა შეგიქმნათ, რომ აქ რატო ილაპარაკო? კარგი, მადლობა. მე აუცილებლად ჩამოვალ და მაგას გადავამოწმებ. გპირდებით. ხო, კასპშიც მსგავსი სიტუაცია, როგორც სხვადასხვა რეგიონში, ისე უამრავი პრობლემა. ამ ყველაფერზე საუბარი, რა თქმა უნდა, არავის არ უჭირს, თუმცა კამერების გამოჩენისთანავე ყველა ძირითადი ნაწილი მაინც დუმილს ამჯობინებს და ხო, აქ კიდე პრობლემა ის იყო, რომ ადამიანები საუბრობდნენ მომხმარებლის ნაკლებობაზე და ბაზარში ჩვენ შევამჩნიეთ, რომ უამრავი დახლი იყო, რომელიც დაკავებული არ არის. ასევე მაღალი გადასახადები, რომელიც ბოლო თვეს თითქმის, რა ვიცი, ნახევარ საქართველოს ალბათ მოუვიდა და ამ დაბალ შემოსავალთან ერთად, ნაკლებ პენსიასთან ერთად, იმაზეც ბევრი საუბრობს. ძირითადად, როგორც ყველა რეგიონში, ძირითადად აქაც არის ასაკიანი ხალხი. ახალგაზრდობა არ გვხვდება თითქმის არც ერთ რეგიონში და პრობლემა არის ის, რომ დაბალი პენსია, 20 ლარით გაზრდილი და ბევრად მაღალი გადასახადი. არა მხოლოდ პროდუქტებზე, არამედ უკვე რაღაცა გაზი, დენი და კომუნალური გადასახადები. ზოგადად ძალიან რთულია, რომ აი წინაზე რაც თქვი, რეალურად ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამ ადამიანებს რაღაცა ის იმედი და მომავლის იმედის ნაპერწკალი, ასე რომ ვთქვათ, გაუღვივოთ, იმიტომ რომ ყველა ახსენებს იმას, რომ აი შევეგუეთ. რეალურად გამოსავალს ვერ ხედავს ვერავინ და პირველ რიგში რასაც ვცდილობ ზუსტად ეგ არის, რომ აი ეს როგორც უკვე აღნიშნა, ძირითადად ასაკიანი ადამიანები არიან, აი ეს ბრძოლით დაღლილი ხალხი, უიმედობა დაისადგურა მათში იმან, რომ ჯერ ერთი მთავრობა, მერე მეორე მთავრობა, რევოლუცია და არაფერი არ იცლება მათთვის, ხო? რეალურად პრობლემები რჩება იგივე და მაქსიმალურად ვცდილობთ დავანახოთ, რომ აი ის თაობა, რომელიც მათ აღზარდეს, იბრძვის, რომ უკეთესი გარემო შეიქმნას და ეს ყველაფერი ჯერ დასასრული არ არის და არ შეიძლება სანამ ცოცხლები ვართ, ხელები ჩამოვყაროთ და რაღაც ფარხმალი დავყაროთ. ამიტომ მაქსიმალურად იმას ვთავაზობთ, რომ ეს ერთიანობაშია გამოსავალი, აი ამ პრობლემების წინაშე ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ხმა უნდა ავიმაღლოთ, აი ეს პრობლემას უნდა გადავჭრათ, რომ საჯაროდ არ ვესაუბრებით ერთმანეთს იმ პრობლემებზე, რომლებიც გვაწუხებს და აი ამ ყველაფერს თავაზობ, თუ ერთად არ დავდექით, თუ ერთად არ შევუტიეთ აი ამ გამოწვევებს, სხვა გამოსავალს ჩვენ ვერ ვხედავთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანი ვთანხმდებით ამაზე. დღეს ვართ კასპში, აქაც როდესაც მოსახლეობას ველაპარაკებით, ყველგან გვხვდება ხო საერთო უიმედობა. ყველა თანხდება პრინციპში, ვისაც არ უნდა დაელაპარაკო, რომ იმაზე რომ ქვეყანაში გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევები, იმასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები, რომელიც არ გვარდება და იმისათვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭერას, განსხვავებული ნაბიჯები არის გადასადგმელი, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ეს ადამიანები ვერ ხედავენ ალტერნატივას, ვერ ხედავენ იმას, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ვერ ხედავენ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება რომ ისინი ენდნონ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე ხმამაღლა და ამაზე მათ შორის მუდმივად ვსაუბროთ და თუ ჩვენ გავერთიანდებით და ხალხი თვითონ ერთობლივად დავაფიქსირებთ პოზიციას, ერთობლივად მოვითხოვთ ცვლილებებს, აუცილებლად ეს ცვლილებები დადგება და ეს ცვლილებები იქნება